იარო კაი თეატრალიზებულ შოუს გააკეთებ, გარწმუნებული ვარ, მე როგორ უნდა გელაპარაკოთ, თუ გააკეთე ამაზე. ლევან გაჩეჩილაძემ ჯერ არ იცის რა ფორმით აპირებს მისი ძმა გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამას სერიოზული სახე არ ექნება. თავად გია გაჩეჩილაძე კამერებთან არ გამოჩენილა. დაიცავის საქართველოს წევრები კი უკვე მეორე დღეა აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციების პროცესი არ დასრულებულა. გია გაჩეჩილაძე ანუ უცნობი რომ პოლიტიკაში მონაწილეობას მიიღებას არ აპირებს და რომ არც დაუპირებია არასოდეს ეს ნამდვილად ვიცი, სხვა საქმეა თვითონ რას ანახაობას შესთავაზებს ქართულ საზოგადოებას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცნობი თბილისის არჩევნებში ჩაერთვებოდა გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით გია გაჩეჩილაძე არჩევნების გაშარჟებას გეკმავს, აპირებს გვარის შეცვლას და კენჭისყრაში გიორგი შულავერის სახელით მონაწილეობას. სააგენტოებში ვრცელდებოდა ვერსიაც, რომ უცნობი საარჩევნო უბნებზე თეატრალიზებულ შოუს დადგამს და თბილისის კოლორიტება ცნობილ ადამიანებს წარადგენს, მათ შორის პლეხანოველ მარინას. არ ყოფილა ჩემთან არავინ. თბილისის კოლორიტმა მარინამ უკვე რამდენიმე წელია უბანი შეიცვალა და ახლა დადიანის ქუჩაზე, ძველი მერიის შენობასთან ზის. უცნობის იდეების შესახებ არაფერი გაუგია, თუმცა საკუთარ პასუხში უკვე დარწმუნებულია. არჩევნები რაჩები ხელობა არ ვიცი. თუ მომიდან ყუცაკ ჩავაგდები. უნავცეთ პატივი ერთმანეთს, უნდა დავაწყნაროთ ერთმანეთს. გინება და ჭუბი და დანის ტრიალი კი არ უნდა ადამიანს მოფერება უნდა ბავშვით. ერთსახოვან მასას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის სახელით იწოდება, მათ აქვთ აი ამ შენობაში შესვლის უფლება და იქ დეპუტატის სავარძლის დაკავების უფლება. რატო არ უნდა კონდეს იგივე მარინას ამის უფლება? მათ რა არ ჯობია? უცნობის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარის გაკეთება უჭირთ უკვე არსებულ კანდიდატებს. ნაწილი გია გაჩეჩილაძის შესაძლო გააქტიურებას მიესალმება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანას სახუმრად საქმე არ აქვს. გია ძალიან ნიჭიერი ადამიანია და რა თქმა უნდა ეს ნებისმიერ თემას ხატრული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოდ გააკეთებ და უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ დიდად სახუმაროდ და სასაცილოდ საქმე არ აქვს. თუ ის შეძლებს მუხტის აწევას, მაშინ შეიძლება ბოლო მომენტში მან მოხსნას ირაკლის ალასადიან სასარგებლო და ამ პირიქით მას დაუჭიროთ ყველა მხარი, თუ ის იმას გაიმეორებს, რაც გააკეთა 1 წლის წინ. და გადაწყვეტილებას მიიღებს გია გაჩეჩილაძე ჯერჯერობით უცნობია. უცნობს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად ისევ გაურკვეველია აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას და თუ აპირებს რომელი პარტიიდან გეგმავს კენჭისყრას.